დიახ, რეჟიმის წინააღმდეგ უწყვეტი სამოქალაქო პროტესტის 300-მერვე დღეს მოქალაქეები ისევ ქუჩაში არიან. რუსთაველის გამზირი ტრადიციულად გადაკეტილია. სწორედ რუსთაველის გამზირისკენ მიემართება ახლა გაბრაზებული ქალების მარში. რა აქვთ ქალებს სათქმელი ივანიშვილის რეჟიმისთვის? აქვე გეტყვით, რომ მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან ერთად არის სწორედ ის, რომ გადადგეს ივანიშვილის ხელისუფლება და ჩაინიშნოს ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები. აქ მოქალაქეები სკანდირებენ რეჟიმის ტყვეების სახელებსა და გვარებს. გაბრაზებული ქალები კი მოსულები არიან ბანერებით, სადაც წარწერები აქვთ იმ ქალების სახელებისა და გვარების, რომლებიც რეჟიმს უკანონო ტყვეობაში ჰყავს. გავახსენოთ საზოგადოებას, რომ 4 ქალია რეჟიმის უკანონო ტყვეობაში. ელენე ხოშტარია, რომელიც რამდენიმე კვირის წინ რეჟიმმა გამოკეტა რუსთავის ქალთა საპატიმროში. ამ ადამიანების აზრით სრულიად უკანონო და ასევე რეჟიმის ტყვეობაშია მასწავლებელი, სამოქალაქო აქტივისტი ნინო დათაშვილი რეჟიმის პატიმრობაშია, ასევე მზია ამაღლობელი, ჟურნალისტი და ასევე პატიმრობაში იმყოფება ანასტასია ზინოვკინა. ჩვენ გვერდით არის აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მას უჭირავს პოსტერი ელენე გულით. თქვენ ელენე ხოშტარიასთვის გქონდათ სათქმელი და გითხარით, რას ეტყოდით მას, როგორ გაამხნევებდით? ელენე ხოშტარი არის ჩემი ყველაზე საყვარელი პოლიტიკოსი, იმიტომ რომ ყოველთვის თავის პირადი მაგალითით მაჩვენებდა სიმტკიცის, დაუმორჩილებლობის, გაუტეხლობის, გამბედაობის მაგალითს. მე მიყვარს ასეთი პოლიტიკოსები და ძალიან მიყვარს ელენე და ამ წუთას რა თქმა უნდა სოლიდარობა ყველა პოლიტპატიმარ ქალს, მაგრამ ელენე არის ერთადერთი პოლიტიკოსი ქალი, რომელიც არის პატიმარი და ეს წითელი სამკლაურები, რომელიც გვიკეთია, ეს ხო არის რაღაც გაბრაზების ნიშნად და მე პირადად ამას აღვიქვამ როგორც ტორიადორების წითელ ისეთი გაბრაზებული ვარ. ოლეოლას მოტივებზე. აქციის სხვა მონაწილეებსაც გავესაუბრებით, ქალებით განან ამ საპროტესტო აქციის წინა ხაზში. მარია მეყანწიშვილია ჩვენთან ერთად. მარია, შეძახილებს მოვასმენებთ მაყურებელს განაგრძეთ და შემდეგ უკვე რეჟიმი ცდილობს პანიკაშია 4 ოქტომბერი მას იმდენად სკივა, რომ აბსურდული ბრალდებებით დასდევს აქტივისტებს და აკავებს მათ. დღეს აი ამ აბსურდული ბრალდების მსხვერპლი გახდა ნაციონალური მოძრაობის წევრი ზვიად კუპრავა, რომელსაც მანქანაში თავს დაესხნენ, ჩაუმტვრიეს მინა და ისე მოახდინეს ელენე ქაიხოსროშულს ხედავ, მასაც გავესაუბრებით. საღამო მშვიდობის ელენე, რა გაქვთ სათქმელი, რა აქვთ ქალებს სათქმელი ივანიშვილის რეჟიმისთვის, რომლის სამიზნეც უნდა ითქვას, რომ მინიმუმ საპროტესტო აქციებზე ყოველთვის არიან ქალები და პოლიციელების მხრიდან, ეგრეთ წოდებული ტიტუშკების, ზონდერების მხრიდან თუ ვინმეს ხედავთ, რომ ესხმიან თავს, ძირითადად მათ შორის ქალებს, რომლებსაც ალბათ აღიქვამენ სუსტება და დაჩაგრულებაც სავარაუდოდ. კი ბატონო, ქალებს რაც პროტესტი დაიწყო, მას შემდეგ უვარდებიან სახლში, ლიფტში ესხმიან თავს ზილიონკებით და ციცაკის სპრეით, მათ შორის ტელევიზიებითაც ვხედავთ კადრებს, მელიქიშვილზე როგორ დაესხნენ თავს ქალებს და ქალებს გვაქვს ერთი სათქმელი, ეს არის რომ ქალები აუცილებლად გავისტუმრებთ მათ და ქალებს ამ ქვეყანაში ბრძოლას ვერ გადაგვაჩვევენ. მადლობა, ქალები გაგისტუმრებთ, ასეთი პოსტერები უჭირავთ აქციის მონაწილეებს, სკანდირებენ აქციის მონაწილეები, რომ თუ არ იქნება სამართალი, მაშინ არ იქნება მშვიდობა, დამხობა რეჟიმს, ძირს რუსეთის დამპალი იმპერია. სწორედ ეს შეძახილები ისმის საპროტესტო აქციაზე. აქციის სხვა მონაწილეებსაც გავესაუბრებით. თავისუფლება მზიას ასეთი პოსტერი უჭირავს აქციის ერთ-ერთ მონაწილეს. საღამო მშვიდობის. 4 პატიმარი ქალი ყავს, რეჟიმმა 4 ქალი დააპატიმრა, მზია ამაღლობელის გაასამხნევებელი პოსტერი გიჭირავთ თქვენ მისი თავისუფლებისთვის. რაც ნიშნავს ის, რომ მზიამ ქალებს განსაკუთრებით ერჩიან ფაქტია. ხომ იგივე აქციებზე აქციის ერთ-ერთი მონაწილე საუბრობდა, რომ ქალები ხშირად ხდებიან განსაკუთრებული სამიზნეები, მათ შორის ზონდერების, პოლიციელების მხრიდან ძალადობისა. ეს ნიშნავს, რომ ამ პროცესებში გამოჩნდა, რომ ქალები არიან ერთ-ერთი ლიდერები ამ პროცესის და მართავენ ამ პროცესს, არიან მუდმივ წინააღმდეგობაში, რისაც რეჟიმს ეშინია. რეჟიმს უნდა დაჩაგრული სახლში მყოფი ქალები, რომლებიც დაემორჩილებიან მის ბრძანებას, მაგრამ ეს ესე არ ხდება. ჩვენ ქალები აქ ვართ, ვიბრძვით, ბოლომდე ვიბრძოლებთ თითოეული ქალისთვის, თითოეული რეჟიმის პატიმრისთვის და
აუცილებლად გავათავისუფლებთ და ჩვენ ქვეყანას დავიბრუნებთ. დიდი მადლობა, მსროლობა უკვე მიუახლოვდა დანიშნულების საბოლოო ადგილს, რომელიც ტრადიციულად დღესაც, სამას მერვე დღესაც მთელი ამ უწყვეტი სამოქალაქო პროტესტის არის სწორედ რუსთაველის გამზირი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.